გიორგი ბადრიძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სხვა შორის ახლა მატყობინებენ რომ ტრამპის პრესკონფერენციაც იწყება თეთრ სახლში. ვნახოთ თუ რამე საინტერესო დაგვეწევა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მაყურებელსაც ვეტყვით ამის შესახებ. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც რასაც ჩვენ გუშინ ვადევნებდით თვალყურს, ისტორიული ეს რაღაცნაირი დამკვიდრდა ეპითეტად ამ შეხვედრების ჯერ პირისპირ შემდგომ გაფართოებული. რა გამოჩნდა ამ შეხვედრის შედეგად, რა შეიძლება შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების კუთხით? გამოჩნდა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს ესმით, რა დევს ფსონზე მათი ქვეყნების და მთლიანად ევროპისთვის. რომ დღეს უკრაინაში მათი უსაფრთხოების, მათი მომავლის ბედი წყდება, რომ არანაირი ილუზია არ შეიძლება ჰქონდეთ ასე სათითაოდ რუსეთთან რაღაცა გარიგებების დადების. რაც ჩვენ გქონდა ნანახი გასულ წლებში 2008 წლის 8 წლამდე 8 წელს ყველაზე უკეთ გამოჩნდა ჯერ აპრილში ბუქარესტის სამიტის დროს, როდესაც ჩვენ გვითხრეს რომ არა თქვენი მიღება ნატოში ან მიღებაზე არც იყო ლაპარაკი ნაბიჯების გადადგმა, პრაქტიკული მექანიზმის მოცემა, გაწევრიანების სამხმო გეგმის გააღიზიანებს რუსეთს. სინამდვილეში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გერმანიას თავისი ანგარიში ჰქონდა რუსეთთან ბიზნესის თვალსაზრისით. შემდეგ იგივე რამდენიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობების გამო მას შეარჩინა ის აგრესია, რომელიც მოყვა სინამდვილეში ჩვენთვის ნატოში აი ამ გაწევრიანების სამქმედო გეგმის არ მოცემას და მოგეთ ევროპაში აშკარად ისწავლეს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთს რაიმეს უთმო პატარას, ის მიდის უფრო დიდ აგრესიაზე. 2008 წლის შედარებით შეზღუდულ სამხედრო აგრესია საქართველოში მოყვა უფრო მასშტაბური მიტაცება ყირიმის და ომის გაჩაღება აღმოსავლეთ უკრაინაში. ის რომ ამას არ მოყვა რაიმე მნიშვნელოვანი რაღაც სიმბოლური სანქციების გარდა, შემდეგ აი ამან დააჯერა პუტინი, რომ 2022 წელს მას შეეძლო გადაედგა რადიკალური ნაბიჯი და მთელი უკრაინის მიტაცება სცადა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით. ევროპაში ეს უკვე ესმით, რომ რუსეთის ახლა პუტინს დაუთმობენ, გაუცვლიან ტერიტორიებს, მის პირობებს დათანხმდებიან, უბრალოდ შეისვენებს და ახალ ომს დაიწყებს, ან იგივე ქვეყანაში ან სხვაგან. არსებობს შემთხვევები, როდესაც ზიმ პუტინს უბრალოდ უნდა მოусმინო, კაცი თვითონ ამბობს, რომ სანამ არ აღმოიფხრება მთავარი ფუძემდებლური საფუძველი კონფლიქტისა, მანამდე ლაპარაკი ცეცხლის შეწყვეტაზე და სხვა რამეზე აზრს არ შეიცავს და პუტინს ახლა ყველანაირად აქვს ნათქვამი ის თუ რას მიიჩნევს ის მთავარ მიზეზად. ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ აი ნატოს გაფართოება, მერე ამას დაემატა უკრაინაში ნაცისტური არარსებული რეჟიმი, რუსების არარსებული შევიწროება და სინამდვილეში მას ნათქვამი აქვს რა არის რეალური მიზეზი. ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლა და საბჭოთა კავშირს რომ ეკუთვნოდა იმ გავლენის სფეროს დაკარგვა ცენტრალურ ევროპაზე. და ეს ამის აღდგენა პრაქტიკულად მოთხოვნილი აქვს 2022 წლის თებერვლამდე, სანამ ის შეიჭრებოდა უკრაინაში, ცოტა ხნით ადრე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, პირდაპირ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის მოითხოვდა ნატოს 1937 წლის საზღვრებში დაბრუნებას, ანუ რეალურად მისთვის დატოვებას, გაშიშვლებას აი იმ ქვეყნებისა, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან, პლუს ცენტრალური ევროპის ქვეყნების დატოვებას დაუცველად, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის გავლენის სფეროდან გავიდნენ ცივი ომის დასრულების შედეგად. ეს სურდა ყველა ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ტაქტიკური მოსაზრებებით ან რაიმე სხვა მოსაზრებებით დღეს დაუთმობს უკრაინის ტერიტორიის რაიმე ნაწილს და თანაც იურიდიულად აღიარებს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიულ მოგებას, დაპყრობას, ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისკენ. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მე მინდა მშვიდობა, მე არ მინდა ომის გაგრძელება, ოღონდ ამ ფორმით
შეერაღებული მოქმედებების, საომარი მოქმედებების შეწყვეტა რუსეთისთვის ამგვარი დათმობებით არათუ მშვიდობას არ მოიტანს, წარმოქმნის ბევრად უფრო დიდი ევროპული კონფლიქტის წინაპირობებს. ვინმეს თუ გონია გაზვიადება, კიდევ ერთხელ შევახსენებ, ყოველ დათმობას მოყვა უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტი რუსეთის მხრიდან. სხვაობა 2008 წელსა და დღევანდელ დღეს შორის არის ევროპელი ლიდერები, რომლებსაც ეს ეცნით. ანუ თუ ჩვენ ვნახავთ განცხადებებს, რომელიც მედიასთან გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმა, ყველა მათგანი ხედავს ამ საფრთხეს, ყველას მოყავს 4 მათგანმა მოიყვანა საქართველოს მაგალითი. ზუსტად აი თქვენ რომ გისმენთ ახლა, ეს მსჯელობა მანამდე თუ ძალიან ნაცნობი თემა იყო საქართველოსთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც გვახსოვს, ხომ 2008 წელს აქ თბილისში ჩამოვიდნენ და რუსთაველის მოედნიდან ეუბნებოდნენ მთელ მსოფლიოს, რომ აქ არ გაჩერდება რუსეთი და შემდგომ იქნება უკრაინა და შემდგომ იქნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ეს ძალიან ღია თქვა ყველა მათგანმა აგერ რუსთაველზე აგვისტოში 2008 წელს. ეს ახდა. ამიტომ არის თუ არა შეცვლილი დღეს ვითარება იმ კუთხით, რომ ეს ესმით ევროპელ ლიდერებს და თუ ჩვენ გავიხსენებთ მაშინდელ ტანდემს გერმანია საფრანგეთის, მე ვიყავი ბუქარესტის სამიტზე, მერკელი, სარკოზი, სხვა შორის იქ პუტინი ჩამოვიდა მოულოდნელად, ლავროვის პრესკონფერენციას ველოდით. პუტინი ჩამოვიდა და იქ თქვა, რომ მის საზღვრებთან ნატოს მოახლოება აღიქმებოდა მისთვის საფრთხედ, აღიქვამდა ის ამას საფრთხედ და მიიღებდა ზომებს და ამის შემდგომ არ იყო მარტი. ანუ დღეს შეცვლილია თუ არა ქმედების თვალსაზრისით, არა მარტო გააზრების ევროპელი ლიდერების მხრიდან, არამედ ქმედების თვალსაზრისითაც რეალობა თქვენი აზრით. შეცვლილია ძალიან მნიშვნელოვნად და კარგად გაიხსენეთ თქვენი მთავარი მოქმედი პირები, რომელთა ისტორიული პასუხისმგებლობა არის გარკვეულწილად ის, რომ რუსეთმა შესაძლებლად ჩათვალა მორიგი კი არა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი სისხლისღვრელი ომის დაწყება ევროპაში. ეს მათი პასუხისმგებლობაა, მათ შორის, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა მთავარი პასუხისმგებელი თვითონ პუტინია სხვადასხვა მიზეზებით. ნატოს გაფართოებაზე აუცილებლად უნდა ითქვას. ნატოს გაფართოება და ნატოს მეზობლობა, რომ რუსეთს არ უქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, რუსეთმა ყველაზე უკეთ იცის, ისტორიულად საბჭოთა კავშირს ჰქონდა საზღვარი ნატოს ქვეყანა თურქეთთან, იქიდან მხრიდან ნორვეგიასთან, ეს ორი საზღვარი იყო ყველაზე უსაფრთხო საბჭოთა დროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს, მათ შორის პუტინის პერიოდშიც, ყველაზე სტაბილური და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობები ჰქონდა ნატოს წევრ ქვეყნებთან, მეზობლებთან და ყველაზე უარესი ჰქონდა იმ ქვეყნებთან, რომელსაც არ გაუმართლა და ვერ შეასწრო რუსეთს ნატოში. ეს არის თქმადი, ტყუილი და ყველაფერი, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ჩემი მეზობელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნატოს წევრი, ის პირდაპირ აღიარებს, რომ ამ მეზობელზე ის აპირებს სამხედრო თვალსაზრისით თავდასხმას. თუმცა შევახსენოთ მაყურებელს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გაუფართოვდა საზღვარი ნატოსთან, ამ გადაწყვეტილებით გაფართოვდა ნატოც და რუსეთის მეზობლები გახდნენ ნატოს წევრები. არანაირი რეაქცია ამას არ მოყვა, იმიტომ რომ ძლიერი პარტნიორის რუსეთში. ხო, და ცნობისით უკრაინა არ წევრიანდებოდა, არათუ არ წევრიანდებოდა ნატოში. უკრაინას ისე როგორც საქართველოს 2008 წელს მართალია მისცეს დაპირება, მაგრამ ეს იყო დაპირება ჰაერზე პირდაპირ ვთქვათ, მათ არ მისცეს ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ჩვენარი ქვეყნები გაწევრიანდნენ ნატოში. ეს ერთი და მეორე, უშუალოდ ომის წინ პირადად კანცლერმა შოლცმა მისცა გარანტია ვლადიმერ პუტინს, ის ეახლა მას მოსკოვში და პირადად უთხრა, რომ სულ ყველა რომ გადაირიოს ნატოში და დღესვე მოიწვიონ უკრაინა, არავინ არ ეძახის უკრაინას ნატოში, პირადად მე ვბლოკავ უკრაინის წევრობას. ანუ პუტინმა მშვენივრად იცოდა, არანაირი გაწევრიანება უკრაინისა ნატოში არ ხდებოდა. ამიტომაც გაბედა ომი. რომ მომხდარიყო ეს არანაირი საფრთხეს რუსეთისთვის არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა გახდა ნატოს წევრი ცივი დასრულების შემდეგ და რუსეთისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პირობები არ შეცვლა. ხა ვინც დაიწყებს ლაპარაკს, რომ ამდენი წუთით შემცირდა რაკეტის მოსკოვამდე მიფრენა, არ ყოფილა განლაგებული სტრატეგიული რაკეტები არც ერთი ახალი წევრის ტერიტორიაზე. არ ყოფილა განლაგებული არც ერთი ამერიკული ან ევროპული სამხედრო
სამხედრო ბაზა ახალი წევრების ტერიტორიაზე 2014 წლამდე ყოველ შემთხვევაში და რაც განლაგდა ისიც საკმაოდ სიმბოლური არის. ერთადერთი სარაკეტო ცვლილება სარაკეტო თავდაცვის თვალსაჩინო იყო პოლონეთში და რუმინეთში რაკეტ საწინააღმდეგო ბატარეების განლაგება, რომელიც სულაც სხვა რამეს გვიზის მოსკოვამდე რაკეტების მიფრენას არ გულისხმობს. ანუ ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც ძალიან ხშირად იმეორებენ რუსეთის მოყვარული პროპაგანდისტები, რომელიც პირდაპირ ყველაზე მეტად მაოცებს და მაღონებს იმას, რომ ჩემს ქვეყანაში სამთავრობო ფლანგზე და სამთავრობო მედიაში ამდენი გულშემატკივარი ყავს რუსულ იმპერიალიზმს, რომელიც იყო ყოველთვის მთავარი გამოწვევა ჩვენი ყოფნა არ ყოფნისა და უხარიათ რატომღაც რომ ჩვენს მეზობელ მოძმე უკრაინას აი რუსეთი ამგვარად სისხლს სწოვს პირდაპირ მნიშვნელობით და ანგრევს მის ქალაქებს. ჩვენ საკითხს რომ დაუბრუნდეთ სულილება ევროპელთა დამოკიდებულებაში არის თვალსაჩინო და იმედის მომცემი მათი ჩასვლა ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში იყო სულად ნათელი მაგალითად რომ მათ ესმით რომ ზელენსკის ტრამპთან მარტო დატოვება არ შეიძლებოდა განსაკუთრებით პუტინის ვიზიტის შემდეგ, როდესაც პუტინი მოუყვა ტრამპს რაღაც თავის ზღაპრებს იმის თაობაზე თუ როგორ ქონდა რაღაცა მიზეზი ყოფილიყო განაწყენებული დასავლეთ და შემდეგ ეს ისტორიები მას მომზადებული აქვს და სამწუხაროდ პრეზიდენტი ტრამპის პრიორიტეტი არ არის არც საერთაშორისო სამართლის დაცვა და არც მით უმეტეს უკრაინის დაცვა, არამედ მე ვაფასებ რომ მას უნდა მშვიდობა, ოღონდ ვიმეორებ რომ მშვიდობა ნებისმიერ ფასად უკრაინის ჩაბარების ან მისი ტერიტორიის ნაწილის ჩაბარების ფასად მოიტანს არა მშვიდობას, არამედ ბევრ უფრო დიდი ომის წინაპირობას. რა შეიცვლება? აქ არის ეს მნიშვნელოვანი. გონია რომ უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან ღიად თქვა რომ ის არაპირებს კაპიტულაციას და არაპირებს იმაზე წასვლას, რასაც სხვა გადაუწყვეტს და ის რომ არ არის მარტო და მას ევროპის 7 ლიდერი თან ახლდა ევროპაში, ევროპელი ლიდერი თან ახლდა თეთრ სახლში, ეს მეტყველებს იმაზე რომ ევროპაც არ არის მზად კაპიტულაციისთვის. პირიქით. თუმცა ტრამპს შეიძლება თუ არა ერთი რამ დაუფასოს მომლაპარაკებელთა მოლაპარაკების მცოდნე შეიძლება ითქვას ადამიანებმა რომ ტრამპი კარგად იცნობს პუტინს, პუტინი არ არის წამომსვლელი აქეთ კაპიტულაციაზე. შესაბამისად საერთოდ რამე გამოსვლადია თუ არა ამ შეხვედრიდან, აი წარმოვიდგინოთ ზელენსკი და ტრამპის შეხვედრა დაგეგმა, ბოდიშვილი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა დაგეგმა ტრამპმა, მოსკოვიოთ პუტინმა, მაგრამ მოსკოვი არ იქნება დიდი ალბათობით, სადღაც შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. არის რამე წერტილი, რაზეც მათ შეიძლება მოილაპარაკონ, აი რამე მე ვერ წარმომიდგენია ასეთი წერტილის პოვნა, არ ვიცი, აი ტერიტორიების გაცვლა ეს არის მაგიდაზე პუტინის მხრიდან დადებული, უარია ზელენსკის მხრიდან. აი ახლოვდება მათი წერტილები. ხო, პირველი მოდით ტექნიკური რაღაცები გავარკვიოთ. ტერიტორიების გაცვლაზე როცა ლაპარაკი არ არის ლაპარაკი უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების გაცვლაზე. უკრაინის ერთი ნაწილის მეორე ნაწილში გაცვლაზე. აღმოსავლეთ უკრაინა დამიტვე და მე გამოვა. ლაპარაკი არის იმაზე, თუ რომელ ტერიტორიას უკრაინის რა ნაწილს დაუთმობენ რუსეთს. ასე რომ ეს სრულად ბუნებრივია რომ მიუღებელია უკრაინისთვის. პირველი, მეორე, მე არ ვარ დარწმუნებული რომ ტრამპი კარგად იცნობს პუტინს, ან საერთოდ იცნობს, მას აქვს ნათქვამი არაერთხელ რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს პუტინთან, ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, შემიძლია ზუსტად უთხრა, გარანტირებულად უთხრა, პუტინს ტრამპი არ მოსწონს, შეუძლია სცადოს მისი გამოყენება თავის ინტერესებში, მაგრამ არ მოსწონს არც ტრამპის ამერიკა, ეს ტრამპის ერთგვარი ჩემი აზრით ილუზიაა რომ ჯერ კიდევ 2016 წელს ჩამოყალიბებული რომ აი კონსერვატიული რუსეთი არის მოწინააღმდეგე ზედმეტად ლიბერალური ამერიკისა და მას არ მოსწონს ჰილარი კლინტონის ან დემოკრატების ამერიკა და მოსწონს ტრამპის ამერიკა კონსერვატიული და ძლიერი. ნუ ხა რუსეთს ამერიკის სიძლიერე არ უნდა არც ერთი ფორმით.
მათ შორის არც ტრამპის. და ის რომ არ იცნობს კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ერთ შვენიერ დღეს ის გამოტყდა, რომ იმედგაცრუებულია პუტინით, იმიტომ რომ ის ტელეფონში მესაუბრება არაჩვეულებრივად და მე არაფერს აკეთებს. იმედგაცრუებული ვარ, რომ იმედის ქონა პუტინის სიტყვისადმი ნიშნავს, რომ ის პუტინს არ იცნობს კარგად და აი ამაში გვჭირდება ჩვენ ევროპელი ლიდერების აქტიური მონაწილეობა, რადგან არსებობს კიდევ რისკი ახლიდან, რომ ტრამპმა ზელენსკი გამოაცხადოს მშვიდობის დაბრკოლებად, მას ეს მშვიდობა უნდა უეჭველად. ოღონდ ეხლა მას სჭირდება დამნაშავე და რატომღაც ვერანაირად ვერ მივიდა იქამდე, რომ პუტინში დაინახოს პრობლემა სამშვიდობო პროცესის, პუტინში დაინახოს ამ კონფლიქტის საწყისი და როდესაც იგივე პუტინის აი ამ მთავარ თემას რო დაუბრუნდეთ, კონფლიქტის საფუძველი არის მოსაგვარებელი იმისთვის, რომ მშვიდობა მივიღოთ და კონფლიქტის საფუძველი არის პუტინის სურვილი განავრცოს თავისი იმპერიული კონტროლი უკრაინაზე და შემდეგ ყველაფერი იმაზე, რასაც ის თulis საბჭოთა კავშირის მიერ დაკარგულ ტერიტორიებად და ვისაც ეს არ ესმის, ის ვერანაირად ვერ მიაღწევს ვერანაირი მდგრად გრძელვადიან მშვიდობას. თუ საუბარი არის ტაქტიკურ ცეცხლის შეწყვეტაზე, ამაზე საუბარი. ეგ არის პრობლემა, იმიტომ რომ მერცმა თქვა ეს ძალიან კატეგორიულად გუშინდელ შეხვედრაზე, რომ შემდგომი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული ამისთვის. გამოცხადებული ჰქონდა თავის მთავარ მიზნად ცეცხლის ზღვრის შეწყვეტა და ეს მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტით. შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ მხარეები რაღაც დიდ გრძელვადიან საკითხზე, მაგალითად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მივესალმები ტრამპთან იმ გაფორმებულ დეკლარაციას. სომხეთს და აზერბაიჯანს შეწყვეტილი ჰქონდა ცეცხლის ზღვრა და მათ ნაბიჯი გადადგეს უკვე გრძელვადიანი შეთანხმებისკენ. შეიძლება უკრაინასა და რუსეთს შორის რაღაცა ხანი გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი შეთანხმება ვერ დაიდოს, მაგრამ იგივე ტრამპის პრინციპი არის დარღვეული, რომელსაც არღვევს პუტინი, არა ზელენსკი. ზელენსკი თანახმა იყო ცეცხლის შეწყვეტაზე და ტრამპმა ვერ დაითანხმა პუტინი და ამის საპირწონედ სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერანაირი ქმედითი ნაბიჯი, რომლის რესურსი პრეზიდენტ ტრამპს აქვს. კი ბატონო, აქვს. არც ერთი სანქცია ძალიან ღია თქვა, მაგრამ თუ დააკვირდებოდით და ალბათ დააკვირდებოდით, მან ახსენა ორკვირიანი ვადა და ის ამბობს, რომ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა არ იყოს მიღწეული, თუ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობას, ანუ თუ ჯერ ამ პრინციპებზე შევთანხმდებით. არა, გრძელვადიანი პრინციპი ის პასუხს ვიხსენებ გუშინდელს უბრალოდ. ბევრად უფრო ძნელად მისახს თუ გავიხსენებ, მან ასე უპასუხა. ეს არის საბაბი თავის მართლობისა, რომ რატო არ იღებს ზომებს პუტინის მიმართ. ორი კვირის ვადის ამოწურვის შემდგომ როგორ გონიათ, აი ხომ უნდა დადგეს საკითხი რეაგირების. თქვენ ახსენეთ ერთი ვერსია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რომ დამნაშავედ გამოცხადდეს ზელენსკი. მაგრამ ზელენსკი ვერ გამოცხადდება საკუთარ ქვეყანაში შემოჭრილი რუსეთის ომის არ გაჩერების მიზეზად. ხო, ძალიან ალოგიკურია. ზუსტად გუშინ თქვა ბატონმა ტრამპმა, რომ როდესაც შენზე 10 ჯერ უფრო დიდი ქვეყანა არის, მასთან ომი არ უნდა დაიწყო. უკვე აბრალებს ის ზელენსკის, ანუ რას გულისხმობს, რომ თუ 10 ჯერ დიდი ქვეყანა თავს გესხმის, წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. ასე რომ იყოს, აღარ იარსებებდა საერთოდ ცივილიზაცია. რა სამართალი ცივილიზაცია ყველა ველური ძლიერი სახელმწიფო მონღოლური იურდო იქნებოდა გლობალური. რომ არ ყოფილიყო თავისუფალი ერების მიერ აგრესორისადმი წინააღმდეგობის გაწევა. საქართველოს არ იარსებებდა, სხვადასხვა ამას ქადაგებს ჩვენი ეხლანდელი რეჟიმის პროპაგანდა, ქართული ენა, ქართული გენი, ქართულ სახელმწიფო არ იარსებებდა ბუნებრივია წინააღმდეგობის უნარი რომ შეერჩენოდათ. თავისზე დიდი ზომის იმპერიები აგრესორის მიმართ წინააღმდეგობა რომ არ გაეწია. ასე რომ სამწუხაროდ ტენდენცია ჩანს ძალიან ნათლად და ამას ევროპელები ხედავენ, რომ ტრამპი ცდილობს ამ პრობლემის გადაწყვეტას ყველაზე იოლი გზით, რადგან პუტინთან მას არ გაზდის არც შეგონება, იმეორებს პუტინმა ასე ვთქვათ გაუგორა ძალიან დიდი ასე ვთქვათ ასი ამონა ტრამპს უთხრა რომ დიახ ესე იგი შენ რო ყოფილიყავ მაშინ პრეზიდენტი ომი არ დაიწყებოდა. თუ ასეთი დიდი პატივისცემა და რიდი აქვს, რატომ არ წყვეტს?
ომს. ან რატომ არ წყვეტს ცეცხლის შეწყვეტაზე მაინც რატომ არ თანხმდება. მე მგონია რომ აი ზუსტად ეს აჩენს რომ ტრამპი არ იცნობს პუტინს, პუტინი ამას აკეთებს უკიდურესი ცინიზმით და ჯერჯერობით არანაირ პასუხს არ იღებს ჯერაც კიდევ მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერისგან, რომელსაც ამაზე მეგონი ტრამპის მოყვარულიც და მოწინააღმდეგეც თანხმდება, რომ ბევრად უფრო მეტი მადა აქვს საკუთარი ძალაუფლების გამოყენების და არ იყენებს, ყველას მიმართ იყენებს. მოყვარისა თუ მოწინააღმდეგის მიმართ სანქციები გნებავთ, ტარიფები გნებავთ, აი რუსეთის მიმართ არაფერს არ იყენებს ჯერჯერობით. იქნება და არა მოწურულა. მე ამ კითხვას ვამ ზუსტად რომ ორი კვირა ჯერ ახსენა 50 დღე შემდგომ ერთი კვირა, ახლა ორ კვირიანი ვადა. ბევრჯერ მსმენია ამ ვადების მიცემა პუტინისამ და ამ ვადების მერე გადავადება ნიშნავს რომ ის ამას არ აკეთებს. ის მოლაპარაკებებს იწყებს რადიკალური საშუალებით ყველას და აი ჯერ გამოაცხადებს რომ ახლა მე ვაწესებ რაღაცა ტარიფს და მე არ მოხსნის ან არ მოხსნის პუტინისთვის ჯერ არაფერი რეალური ქმედებით არ შეუთავაზებია. რაღაც დასასრულამდე უნდა მივიდეს ეს პროცესი, ბატონო გიორგი. არის თუ არა, ასე იგი ორი ვარიანტია ალბათ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვას, რომ ეს ევროპის საქმეა, აქედან არაფერი გამოდის და გავიდეს ამ პროცესიდან. ხედავთ თუ არა ასეთ შესაძლებლობას, ან მეორე მან გააძლიეროს პუტინს ზეწოლა. ესეთი სცენარი შესაძლებელია, თუმცა ეს ტყუილი იქნება და ეს იქნება ყველაზე არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ არ არის ეს მხოლოდ ევროპის საქმე. ამერიკის შეერთებული შტატები არის ხელმომწერი ბუდაპეშტის მემორანდუმის 1994 წლის დეკემბრისა, რომლის საფუძველზეც უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ შეიარაღებაზე, სტრატეგიულ ბომბდამშენებზე, ბალისტიკურ რაკეტებზე და თუ ასე მოხდა, რომ ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ბირთვული იარაღი, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ამ ბირთვულ იარაღზე თქვა უარი საერთაშორისო სისტემის და საერთაშორისო სამართლის იმედად და აღმოჩნდა მსხვერპლი ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის აგრესიისა, დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა თავისუფლება და სუვერენიტეტი, მაშინ ეს გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის ჩამოშლას და უამრავ ახალ კონფლიქტს, რადგან ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს გაეხსნება ხელი და გადაწყვეტს, რომ ძალის გამოყენება იარაღით საკუთარი ამოცანის მიღწევა არის სრულიად ნორმალური რისკი. კი ბატონო. მეორე უფრო დიდი პრობლემა შექმნა, ეს იქნება მშვიდობაზე, ვინც ლაპარაკობს დღე და ღამე, ეს იქნება მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფუძვლის ჩამოშლა. ეს იქნება ბირთვული გავრცელებლობის დასასრული. ნებისმიერი სერიოზული სახელმწიფო, რომელსაც აქვს რაიმე უსაფრთხოების პრობლემა და რომელიც თავის სტაბილურობას და უსაფრთხოებას აქამდე უკავშირებდა საერთაშორისო წესრიგს და საკუთარ ალიანსს იგივე შეერთებულ შტატებთან, ამის იმედი აღარ ექნება და ვერავინ გააჩერებს მათ. მოდით ოპტიმისტური სცენარი განვიხილოთ, ზუსტად ამ საფრთხის გამო ალბათ თვლის ამას გააჩერებს იაპონიას, სამხრეთ კორეას, საუდის არაბეთს, გერმანიას და სხვა დიდ ქვეყნებს ბირთვული იარაღის შექმნისგან. და ყველას ვერ დაბომბავს და არ დაბომბავს შეერთებული შტატები ირანისგან განსხვავებით. კი ბატონო, მოდით ამიტომ ახლა ოპტიმისტური სცენარიც განვიხილოთ, იმიტომ რომ ეს რისკები ყველას ესმის მსოფლიოში, შესაძლოა ევროპელები უკეთ გამოხატავენ ამას, მაგრამ შეერთებულ შტატებსაც ესმის ეს რისკები, საერთაშორისო სამართლის ძირის გამოთხრა და მსოფლიო წესრიგის შეცვლის რისკი. თუ წავალთ ოპტიმისტური სცენარისკენ, რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ამ პროცესისგან რეალური უსაფრთხოების რეალური გარანტიები მსურველთა კოალიციის მხრიდან? პროგრამა მაქსიმუმს გეტყვით, რაც ჩემი აზრით ყველაზე უფრო საუკეთესო სცენარით არის რეალისტური. პირველი, რომ არ მოხდეს უკრაინისადმი დახმარების შეწყვეტა და ამ დახმარების გაგრძელება იმ დონეზე, რომელიც მას მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს სულ მცირე
ფრონტის ხაზის სტაბილურობა არ მისცეს რუსეთს ახალი ტერიტორიების დაკავება. შეიძლება კიდევაც გარკვეულ უბნებზე, გარკვეული ტერიტორიული მოგებებიც ნახოს უკრაინა. მე არ ვამტკიცებ და არ ვარ ჩამოფრენილი ციდან, არ მგონია რომ უკრაინას შეუძლია ფრონტალური შეტევით კრემლი დაიკავოს და მოსკოვი რუსეთი დაამარცხოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რუსეთი დაუმარცხებელია. თუ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს და ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობს უკრაინაში, რადგან უკრაინას ექნება საკმარისი მომარაგება ამუნიციით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ეკონომიკურად და ფინანსურად, რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვა არის ძალიან ახლო ჰორიზონტზე. ამას თვითონ რუსი ეკონომისტები ამბობენ. და თუ ამას დაემატება შეერთებული შტატების არსენალში რეალურად არსებული სანქციები, რომელიც მას კიდევ უფრო მეტად შეუმცირებს საერთაშორისო სავალუტო შენადენებს, მათ შორის ტრამპის მიერ უკვე ხსენებული მეორადი სანქციებით იმ ქვეყნებზე, რომელიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, მაშინ ეს ომი კიდევ უფრო მალე დამთავრდება. და ვისაც აქვს ეს არ საუბრობთ რუსეთის დამარცხებაზე უკრაინის არმიის მარშით რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ რუსეთი ორჯერ დამარცხდა მე-20 საუკუნეში თავის იმპერიული სიძლიერის პიკზე, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს და 91 წელს. მე შეგახსენებთ, რომ 80-იანი წლების განმავლობაში საბჭოთა იმპერია იყო მსოფლიოში უზარმაზარი ყველაზე დიდი ტერიტორიის მაკონტროლირებელი და გარდა იმისა, რომ ყავდა ყველაზე მრავალრიცხოვანი შეერაღებული ძალები, ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი, აკონტროლებდა სატელიტებს, მოკავშირეებს ეძახდა, მაგრამ სატელიტები იყვნენ ნიკარაგუადან დაწყებული სამხრეთ აღმოსავლეთ აზიამდე და სამხრეთ აფრიკამდე. და ეს ქვეყანა ჩამოიშალა სწორედ უმთავრესად ეკონომიკური მიზეზებით. რუსეთის მარცხი შესაძლებელია, ამისთვის საჭიროა ისეთი სოლიდარობა, რომელიც დემოკრატიულ დასავლურ სამყაროს ჰქონდა ცივი ომის დროს. ჰარი ტრუმენს, აიზენჰაუერს, კენედის, ჯონსონს, მე ყველას ჩამოვთქვი, მაგრამ ყველაზე მეტად რეიგანს რო ასე ემსჯელა, რომ აი არღირს ძლიერია საბჭოთა კავშირი ხო არ დაუპირისპირდებით, ну მაშინ თავისუფალი სამყარო აღარ იარსებებდა. კი ბატონო. და აქვს დემოკრატიულ დასავლურ სამყაროს რუსულ იმპერიაზე გამარჯვების გამოცდილება და სულ ცოტა ცოცხალია იმ თაობის ადამიანები, რომლებმაც ამას მიაღწიეს და არ ჭირდება არაფერი ახლის გამოგონება. ამას ქვია შეკავების პოლიტიკა და ქვია სანქციები. კი ბატონო. დიდი მადლობა გიორგი ბადრიძეს. ორი სცენარი განვიხილეთ ახლა ჩვენ ოპტიმისტური და მაქსიმალისტურად, ანუ პესიმისტური და მაქსიმალისტურად ოპტიმისტური. ნახოთ რომელი გამოვა ამ პროცესიდან, რომელიც უდაოდ არის ახლა გადამწყვეტი. მადლობა.